მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 17. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთმანეთს შეეჯახა შემხედრი მიმართულებით V და ორივე სიჩქარეებით მოძრავი ტოლი მასის ორი ძელაკი. შეწებებულმა ძელაკებმა ერთად გააგრძელეს მოძრაობა. განსაზღვრეს საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა სითბურ ენერგიაში. კარგით, მოდი აქ დავხატოთ სურათი შეჯახების შემდეგ. ესე იგი, ეს ორი მასის სხეული ერთმანეთს შეეჯახა. ეს იყოს პირველი სხეული, ეს იყოს მეორე სხეული, რადგანაც პირველი სხეულის სიჩქარე ორჯერ მეტი არის მეორისაზე, ამიტომ შეჯახების შემდეგ ეს სხეულები გააგრძელებდნენ მოძრაობას. მარჯვნივ, ესეც მასის სხეულია, ესეც მასის სხეულია, რაღაც Vx სიჩქარით. ეს არის მესამე სხეული დაჯახების და შეწებების შემდეგ. ახლა ჩავწეროთ მოდით მოცემულობით. პირველი სხეულის მასა აღნიშნოთ m1-ით, m1 უდრის m-ს, მეორე სხეულის მასაც აგრეთვე m2 უდრის m-ს. მესამე დაჯახების და შეწებების შემდეგ მესამე სხეულის მასა იქნება m + m, ან 2m-ის ტოლი. შესაბამისად სიჩქარეები, როგორც ხედავთ, პირველი სხეულის სიჩქარე არის 2v, მეორის სიჩქარე არის v და მესამე სიჩქარე არის vx-ი. და ჩვენ გვეკითხებიან საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გადავიდა სითბოში. ანუ სითბოს რა ნაწილი მოდის კინეტიკური ენერგიიდან, ანუ სითბური ენერგიის რა ნაწილი გადავიდა, კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გადავიდა სითბოში. ეს შეფარდება გვაინტერესებს. ამ მოცემის ამოსახულებლად პირველ რიგში მოდით ჩავწეროთ ენერგიის შენახვის კანონი. ენერგიის შენახვის კანონიდან გამომდინარე, საწყისი კინეტიკური ენერგია ამ ორი სხეულის იქნება m1 v1-ის კვადრატს ნახევარს პლუს m2 v2-ის კვადრატ ნახევარი, ტოლი იქნება მესამე სხეულის კინეტიკური ენერგიის, ანუ m3 v3-ის კვადრატ ნახევარი. და კიდე რაღაც ის ნაწილი, რომელიც სითბოში გადავიდა q. ახლა თუ შევიტანთ მნიშვნელობებს, m1 არის m-ის ტოლი, ეს გამრავლებული v1-ზე, ანუ v1-ის კვადრატზე, ანუ v1 არის 2v, 2v კვადრატზე. შეფარდებული 2-თან დამატებული m2-იც აგრეთვე m-ის ტოლია, v2 არის v-ის ტოლი, ამიტომ v კვადრატი გვექნება პირდაპირ. ნახევარი უდრის m3 არის 2m-ის ტოლი და v3 vx-ი გვაქვს აღნიშნული vx-ის კვადრატ ნახევარი დამატებული q. ხო, ეხლა ამ გამოსახულებაში ყველა სიდიდე ცნობილი არის. გარდა vx-ის თუ განსაზღვრავთ, აქედან q-სპონად შეგვიძლია, ამიტომ მოდით vx-ის საპოვნელად გამოვიყენოთ უკვე არა ენერგიის შენახვის კანონი, არამედ იმპულსის შენახვის კანონი. ამისთვის მოდით x ღერძი შემოვიტანოთ შემდეგი სახით. x ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და ჩავწეროთ იმპულსის შენახვის კანონი, ოღონდ ჯერ ვექტორულად გავაკეთოთ ეს, მოდი. ესე იგი, იმპულსის შენახვის კანონის თანახმად იმპულსთა ჯამი დაჯახებამდე ტოლი უნდა იყოს იმპულსის დაჯახების შემდეგ, შესაბამისად m1 v1 დამატებული m2 v2, ტოლი უნდა იყოს m3 v3-ის. ახლა დავაგეგმილოთ. v1 არის პირობით 2v-ს ტოლი, პირველი სხეულის სიჩქარე, მისი გეგმილი x ღერძზე იქნება 2v პირდაპირ m1 არის m, ანუ m გამრავლებული 2v-ზე, დამატებული m2-იც არის m-ის ტოლი. მეორე სხეულის სიჩქარე v2 v-ს ტოლია. მისი გეგმილი, რადგანაც v მეორე სხეულის სიჩქარე და x ღერძის ურთიერთსაწინააღმდეგო არის, უარყოფითი ნიშანი იქნება, ამიტომ აქ პლუსი არ დაგჭირდება, აქ უნდა დავტოვოთ მინუს ნიშანი, მინუს mv, ტოლი იქნება m3 არის 2 m-ის ტოლი და v3 vx-ია, რომელიც გეგმილიც აგრეთვე vx იქნება, რადგანაც vx და x ერთი წრის გასწვრივ არიან. საიდანაც რა გამოგვივა ჩვენ? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ მოდით m-ები შევკვეცოთ პირველ რიგში. აქედან გამოგვივა, რომ 2vx-ი ტოლი ყოფილა v-ში, საიდანაც vx-ი თურმე ტოლი აღმოჩნდა v ნახევრის. ეხლა ეს vx-ი რაც ვიპოვეთ, მოდით აი აქ შევიტანოთ. მაშინ რა გამოგვივა, მივიღებთ ჩვენ, რომ აქედან გამოგვივა ჩვენ, ეს დავშალოთ, აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ 2v კვადრატი იქნება 4m v კვადრატ ნახევარი პლუს m-v კვადრატ ნახევარი, ტოლი არის ეს ორები შევკვეცოთ, m-ი გამრავლებული vx კვადრატზე, vx-ი ნაპოვნი გვაქვს v ნახევარია, v ნახევარის კვადრატი გამოგვივა v კვადრატ მეოთხედი.
v კვადრატ მეოთხედი დამატებული q, საიდანაც ჩვენ რა გამოგვივა? ჩვენ გამოგვივა, რომ 4m კვადრატ ნახევარს პლუს m კვადრატ ნახევარი იქნება 5m კვადრატ ნახევარი. m კვადრატ მეოთხედს მარცხნივ გადმოვიტანოთ, გადმოვა მინუს ნიშნით იქნება mv კვადრატ მეოთხედი. ტოლი არის q-სი, საიდანაც q ტოლი იქნება 4m კვადრატ ნახევარს მინუს m კვადრატ მეოთხედი, ეს ტოლი იქნება, მოდი პირველი ნაწილი, ესეც მნიშვნელის დამრიცხველის ორზე გავამრავლოთ, აქ იქნება 4 და 5-თან გვექნება 10. შესაბამისად 10m კვადრატ მეოთხედს მინუს m კვადრატ მეოთხედი დაგვიტოვებს 9mv კვადრატ მეოთხედს. კი ბატონო, და ეხლა ჩვენ q-ს თუ შევაფარდებთ საწყის კინეტიკურ ენერგიასთან, ეს ტოლი იქნება 9mv კვადრატ მეოთხედი გაყოფილი კინეტიკურ ენერგიაზე, საწყის კინეტიკურ ენერგიაზე. საწყისი კინეტიკური ენერგია კიდე იყო აი ეს სიდიდე, რომელიც თავის მხრივ ტოლი იყო აი ამ სიდიდის, ანუ მოდი დავწეროთ, საწყისი კინეტიკური ენერგია ჩავწეროთ, გაურკვევლობა არ იყოს, საწყისი კინეტიკური ენერგია არის, აი ეს რო გადავწეროთ, ეს იქნება 4mv კვადრატ ნახევარს პლუს mv კვადრატ ნახევარი, ეს ტოლი არის 5mv კვადრატ ნახევრის, ანუ უნდა გავყოთ 5mv კვადრატ ნახევარზე, ანუ გავამრავლოთ სხვა სიტყვებით 2 შეფარდებული 5mv კვადრატზე. mv კვადრატები შეგვიკვეცება, 2 და 4 შეგვიკვეცება, აქ 2 დაგვრჩება, საიდანაც მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 9/1000-ის. ეს კი ტოლია 0.9-ის. ანუ საბოლოოდ, ვჩავწეროთ, q-ს შეფარდება e კინეტიკურთან, ტოლი ყოფილა 0.9-ის. რომელიც პასუხი არის e.